გიერთდებით სპორტის ერთ-ერთ ლეგენდასთან ერთად. ჩარლზ ოლივეირა, რომელიც UFC 317-ზე ილია თოფურიას წინააღმდეგ ბრუნდება და მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრის დაუფლება შეეცდება. ჩარლზ, არ ვიცი, ვინმე უხსენებია თუ არა აქამდე, მაგრამ ეს მესამე შემთხვევაა ჟენს კარიერაში, როდესაც ვაკანტურ ქამარზე გიწევს ბრძოლა. ეს კი რეკორდია. როგორ ფიქრობ, განსხვავდება ეს მოვლენა იმისგან, როდესაც ვინმე უნდა წაართვა ქამარი, მაგალითად, როდესაც მოქმედი ჩემპიონი დგას შენს პირისპირ. ეს ჩემთვის არაფერს ცვლის. საბოლოო ჯამში ეს მაინც ტიტულზე ჩხუბია. არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ჩემს წინ მოქმედი ჩემპიონი. არის თუ არა ეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო ბრძოლა. ვინაიდან ტოპ 5-ში მყოფ ყველა მებრძოლთან რემატჩი გამოგდიოდა. ილია კი შენთვის სრულიად ახალი მეტოქეა. რა თქმა უნდა, მით უმეტეს რომ მას საკმაოდ დიდი ჰაიპი ახლავს თან. თანაც მთავარია, ილია დაუმარცხებელია. მახსოვს, როდესაც პირველად კითხეს ილიას შესახებ, მგონი ეს ჩენდლერთან ჩხუბის წინ იყო. შენ დიდი პატივისცემით ისაუბრე მასზე. როგორ მიგაჩნია ახლა, ეს პატივისცემა დაგიბრუნდა მისგან უკან? ისიც არის შენსავით პატივისცემით მიმართ განწყობილი. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, მან ბევრი რაღაც თქვა, თუმცა ფაქტი ერთია, 28 ივნისს ყველას ეცოდინება, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. შენი კარიერის განმავლობაში საკმაოდ დიდი დრო გაატარა ქვემსუბუქ წონაში. როდესაც მსუბუქ დივიზიონში გადახვედი, ეს შენი კარიერის ნათელი პერიოდი გახდა. როგორ ფიქრობ, რა იქნება შენი მთავარი უპირატესობა ილიას წინააღმდეგ? ვიდრე მსუბუქ წონაში გადავედი, რაღაც პერიოდი ვითხოვე. ვნახავთ რა იქნება. მას ამ წონაში გამოცდილება მაინც და მაინც არ აქვს. მას ჯერ არ აქვს ასე დონეზე ასპარეზობის გამოცდილება. ყველა ელოდება თქვენს პირისპირ დგომს, ყველა საინტერესებს, იქნება თუ არა თქვენ შორის თვალსაჩინო სხვაობა წონისა და ფიზიკური სიდიდის კუთხით. თქვენ ერთმანეთს უკვე შეხვდით. აი მაშინ ვოლკანოვსკისთან ერთად ფოტოც რომ გადაიღეთ. რას გაიხსენებთ თქვენი ამ ინტერაქციიდან? კი, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს გადავეყარეთ, მაგრამ რაიც იქნება, იქნება. ჩვენ ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, შემდეგ კი ვნახავთ ვინ უფრო მაგარია. როგორ ფიქრობ, თუ ახლაც მოიდგებ ქამარს, ეს იქნება თუ არა განსხვავებული პირველისგან, როდესაც ჩენდლერი დაანოკაუტე? რა თქმა უნდა, ეს წარსულში მოხდა. ეს უკვე ახალი ფაზა და ახალი ეტაპია ჩემს კარიერაში. და თუ შენ ახლაც გაიმარჯვებ, იქნები პირველი მებრძოლი მსუბუქ წონაში, ვინც ჩემპიონი გახდა 35 წელს ზემოთ. როგორ ფიქრობ, რას ამბობს შენი კარიერის შესახებ, რომ ასეთ დონეზე ასპარეზობ ამ ასაკში? პირველ რიგში მადლობა უნდა უთხრა ღმერთს. კვლავ გაჩემპიონება არის ის, რაც ძალიან დიდი რამე იქნება ჩემთვის. უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ცარუგიანი დააზღვის ამ ბრძოლას. რამე რომ მოხდეს, თანახმა იქნები მასთან რემატჩზე. მე არ ვიცოდი ეს. ყველაფერს ორგანიზაცია აწყვეტს. ნახოთ რა იქნება. არმანი კარგი ტიპია და კიდევ უფრო კარგი ოპონენტი. ვიცი რომ ილიასთან ჩხუბზე ხარ ორიენტირებული, მაგრამ მსუბუქ წონაში ახლა ბევრი რამ ხდება. ჰოლოვეი პორიე გველოდება წინ. იქით გეიჯი თქვა, რომ საერთოდ წავა სპორტიდან თუ ქამარზე გამარჯვებულს არ შეახვედრებენ. თავის მხრივ ცარუკიანიც ფიქრობს, რომ მასაც ეკუთვნის ტიტულზე ჩხუბი. შენ როგორ მიგაჩნია, ვინ იმსახურებს ყველაზე მეტად, რომ იყოს შემდეგი? რეალობა ისაა, რომ ყველა იმსახურებს, ყველას უნდა ამის შესაძლებლობა მიეცეს. როგორ ფიქრობ, შენი რეზიუმესთვის და ზოგადად შენი კარიერისთვის, ამ ბრძოლის დასრულების საუკეთესო სცენარს როგორ ხედავ? მე უბრალოდ მინდა რომ მოვიგო. ეს უკვე გადაწყვეტილია. ეს ბედისწერა უკვე გაწერილია.